მოგესალმებით, ჩემო არხის მაყურებლებო, გიბრუნდები სპორტული სიახლეებით განახლებული ინფორმაციების შემოგთავაზე სპორტის შესახებ. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება რაგბი, საქართველო, ჩილე, თბილისი დროის 21 საათზე იქნება მორიგი მატჩი ვიხილავთ 21 საათზე ტელეკომპანიაში მოგთავაზებს ამ პირდაპირ რეპორტაჟს, რაც შეეხება საქართველოს სანუა ანგარიში საქართველოს მოვიდა 13-12 მოუგოდა საქართველოს ამ ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტია ჯგუფშიც კი ერთ-ერთ ფავორიტად გამოყოლდი საქართველოს ნაკრები. ნამდვილად რაგბი ჩვენი თამაშია ბიჭებო, წარმატებები გისურვებთ, ვიცით რომ ყველაფერს იძამთ, ყველაფერს დადებს რათა იმითვი წარმატებას მიაღწიოთ და მეს მჯერა და იმ ყველა პატრიოტ ქართველს ჯერა რომ საქართველოს გამარჯვებას მოახერხებს დღეს. დღევანდელ დღეს საქართველოს გამარჯვებას თავისთავად რომ გავინახდეთ უკვე ჯგუფიდან გასვლის შანსი გვექნება. რა შეეხება ახლა ჩვენი სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა რაგბიც იყო, მაგრამ ჩვენ შემდეგ თემაზეც მინდა ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე საფრანგეთი, ინგლისი გარკვეულია მესამე ადგილისთვის ვინ ჩაერთვება ამ ბრძოლაში, საფრანგეთი, ინგლისი ფეხბურთზე მოვსაუბარეთ, მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისმა და საფრანგეთმა, რა თქმა უნდა, საფრანგეთი მოქმედ ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ესპანეთთან დამარცხდა 0-2 და საფრანგეთის ნაკრებს ეხლა კი შანსი აქვს ერთადერთი დარჩენილი, რათა თლადად დაასრულოს ისე ტურნირი, რაც შეეხება მორიგი გეტყვით მოკლედ საფრანგეთის ნაკრებს. ის ნაკრები ყავდა და ყველა თვლიდა რომ მომამტინებელ შეტევებს აკეთებდნენ და ასე ერთ-ერთი უდავო ფავორიტი იყო ამ ტურნირის მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლისა. რაც შეეხება ინგლისს მინდა განვაცხადო მცირე ინფორმაცია. ინგლისის ნაკრებმა არგენტინის ნაკრებთან მთავარი შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ინგლისის ნაკრები უკვე მე-60 წუთზე არგენტინის ნაკრებს უგებდა და პრინციპში ძალიან კარგი კონშეტევები ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი ძალიან მაგარი თანაბარი მატჩი ვიხილეთ. მაგრამ ინგლისი მერე დასვაში ჩაჯდა და არგენტინის ნაკრებმა კონშეტევები განახორციელა, რამაც შედეგი დადო ლიონელ მესის 2 საგოლე პასი და ლიონელ მესის არგენტინის ნაკრები ზედიდეთ ფინალშია, ესპანეთში ხდება. რაც შეეხება ხვალინდელ ფინალზე აუცილებლად განვიხილავთ მორიგ ვიდეოს, ამჯერად სხვაგან. თუ მოგწონთ ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ ჩემი არხი.